ქოლესტერინზე არაერთი ვიდეო გვაქვს, მაგრამ შეკითხვა არის ასეთი. მაღალი ქოლესტერინი ხომ იწვევს წნევას? ექიმმა დამინიშნა სტატინი. და ეხლა რო ეს შევწყვიტო, წნევა არ ამივარდებაო? სტატინები არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მედიკამენტი, რომელიც შეიძლება რომ საკუთარ თავს მიცე უფლება დალიოს და საკუთარი თავის ანუ საკუთარი უჯრედებში არსებული მიტოქონდრიები გაანადგურო. პირიქით, ხო, მე გვიწევს ხოლმე დიდ დოზებით კოენზიმ Q-ს მიცემა, რომ ისა სტატინი ანადგურებს, მე რომ ნაწილობრივ მაინც ავადგინოთ. სტატინი არ არის კაი პრეპარატი, სტატინს აქვს ძალიან ბევრი უკუჩვენება და საერთოდ ქოლესტერინის თქვენს შეჭამ თუ არ შეჭამ, საერთოდ მშიერი იქნებით 80% თვითონ ორგანიზმი ქმნის. რო არ იყოს ქოლესტერინის საჭირო ორგანიზმი ამას არ შექმნის. თანაც ქოლესტერინის მაჩვენებლების აწევაში ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებს ცხიმები, ცხოველური ცხიმები. ყველაზე მეტად ამაზე ზემოქმედებს შაქრები პირდაპირ და არაპირდაპირ და ომეგა-6 შემცველი ზეთების ნაწილობა ამას უწყობს ხელს. ანუ კიდევ ერთხელ იმის მაგივრად რომ როცა დაგებზარათ კედლები გარედან გადაშპაყროთ და შეღებოთ, მაგას ჯობია რომ უფრო ღრმად ხო კედელი გაამაგროთ. ანუ უნდა დაკვება შეცვალეთ, სტატინები არ მიიღოთ და უფრო მალე მიიღეთ შედეგს, იმაზე უფრო მალე ვიდრე თქვენ გონიათ. ანუ წნევაზე არ მოქმედებს. ანუ წნევაზე პირდაპირ ზემოქმედება არ აქვს ქოლესტერინს. წნევაზე უფრო მეტი ზემოქმედება აქვს იმ ფაქტორებს, რომელიც სიზარღვის კედლის ელასტიურობას აქვეითებს, ელასტიურობას კარგავს. ამაში მონაწილეობს ძალიან ბევრი კომპონენტი და ყველაზე ძირითადი ეს არის კალიუმი, მაგნიუმი და აზოტის ჟანგი. და ის პროდუქტები, რომელშიც ბევრი კალიუმია, ის პროდუქტები, რომელშიც შეიძლება აზოტის ჟანგი, როგორც ვთქვათ, კაკაო, რუკოლა და რომელშიც არის კალიუმი, ავოკადო, ჭარხის ფოთლების ფხალი, მიიღეთ მეტი და წნევები არ გექნებათ. ან შეგიძლიათ მიიღოთ პანანგინ ფორტე, არის ეს ვარიანტი. აი მივხვდი, რომ მართლა კონსულტაცია საჭიროა იმისთვის, რომ აი თუნდაც ისეთი პროდუქტები, რომელიც ერთი დაავადების დროს შეიძლება, მეორე დაავადების დროს არ შეიძლება, სწორი კვების დროს შეიძლება. ხო, აი იგივე ვთქვათ, ერთ-ერთ ვიდეოში ყოფილა კრეატინიზე ვილაპარაკე. ხო, აი ყველა ვარიანტი, როცა კრეატინი მაღალია და თითქმის უჭირს, უნდა ამოსაღებია კვებიდან, ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ხა კი ვთქვით, რომ იქ ორთოფოსფორი ჟავა, იქ ნატრიუმის გლუტამატი. ამავე დროს ცილები უნდა ცოტა შევამციროთ, მარილი ცოტა უნდა მოუკლოთ. დაუშვათ ხო რამდენი რამეა არის ის პროდუქტი რომელიც სწორი კვების დროს შეიძლება თირკმლის დროს რაღაც არ შეიძლება და პირიქით არის ესეთი პროდუქტები რომელიც თირკმელს შველის მაგალითად პოკჩოი არის სატაცური არის ნიახურის ღეროები იგივე თქვა და ბევრი მეკითხება გაცხიმონებული უგვიძე და უგვიძის პათოლოგიებზე რა ვქნათ ყველა ის ბოსტნელი რომელიც მწარეა ციცმატი ბოლოკი რუკოლა ეს ყველა ანუ რომელსაც მწარე გემო აქვს იგივე ბაბუაწვერას ფოთლები იგივე ბირკავა ყველა მუშაობს უძლის გასუფთავებაზე და ცხიმონების შემცირებაზე ოღონდ ახლა ბოლოკი კი ვახსენე მაგრამ ბოლოს რამდენჯერმე ხო დატესტვა უნდა ხო გატესტვა უნდა იმიტომ რომ ეს აზოტი იყო რომ გადავყარეთ და სახში თუ გაქვთ დატესტილი ჩემსავით შეგიძლიათ შეზღუდვის გარეშე ბევრი ჯერ ისე რაც დავაკვირდი იცი ერთ თემაზე ერთი ვიდეო არ გამოგდის, მაინც რაღაცას მივედმოვიდე. ხო, ეგეც კაია, იმიტომ რომ მიხვდებია რომ ამ თემებზე არის ხა ბევრი გვეკითხება ის რაღაცას ის ვიდეოც არაერთი გვაქვს დადებული და კარგია რომ მიხვდებია რომ ესეთ თემები სხვა ვიდეოებში არის და ჩვენ ყველა კითხვაზე ვერ გავცეთ, თუმცა ჯობია რომ ვიდეოები. ხო, ერთ ვიდეოში ერთი კონკრეტული ვერ არის, ყველაფერია რა თქმა უნდა. ხო, კარგიც არის რომ მიხვდებია რომ არსებობს მაგაზეც ვიდეო.